შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ეროვნულ ფონდებსა და იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელთან ერთად შემუშავებული პროექტის. პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილი საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, განხორციელებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაკავებულ ან ბრალდებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და პოლიციის თანამშრომლების მიერ ამ კუთხით არსებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ სამინისტრომ მიიღო ესეთ დადებითი გადაწყვეტილება, ეს დარწმუნებული ვარ, წაადგება პოლიციას მისი გამჭვირვალობის გასაზრდელად და მომავალშიც იმედი მაქვს, რომ სამინისტროსთან გამოვიძოთ ამ კუთხით თანამშრომლობას და განხორციელდება მსგავსი ტიპის პროექტები. პროექტის პარალელში ექსპერტები 30 თვის განმავლობაში განთავსდებიან თბილისის, ქუთაისისა და თელავის პოლიციის განყოფილებებში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ დაკავებულთა დაკითხვას. პროექტის განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროში ხაზს უსვამს სამინისტრო სისტემის გამჭვირვალობას, მის საქმიანობის კანონის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობას, ისევე როგორც ანგარიშვალდებულების ინფორმაციის საჯაროების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პრიორიტეტულობას.